8 мая 1945 года в Берлине представителями германского верховного командования подписан акт о безоговорочной капитуляции германских вооруженных сил. საბჭოთა არმია აბრძანებას 4 წელი ელოდებოდა. მას შემდეგ 65 წელი გავიდა. დროსთან ერთად ის გამარჯვებაც გახუნდა, რომელშიც ქართველებს ლომის წვლილი მიუწოდათ. ამას რაც არის აღინიშნება თამას არ ვიცი 9 მაის მეორე მსოფლიო ომი კი სამამულო ომი 91-ში 90-ში დაიწყო, იმიტომ რომ ახალი დაბადებული ვიყავი მაშინ. გავარტყი? სამამულო ომის მონაწილეთა უმეტესობა 90 წელს გადაცილებულია. ვეტერანთა დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში მათი რაოდენობა 6000-ს აღწევს. 93 წლის მოსამდინარაზე თბილისში მყოფ ომის ვეტერანებს დღემდე ემსახურება. ის სამამულო ომის დაწყებიდან დასრულებამდე რიგრიგობით ფრონტის ყველა ხაზზე იბრძოდა. შვილო ფრონტზე ადვილი დავალება არ არის. ყველაზე პასუხისმგებელი იყო 44 წლის 23 ივნისს დაიწყო ბელარუსიის ოპერაცია ბაგრატიონი კოდური დასახელება და გამონადგურეს ჯერ ალყაში მოაქციეს და მერე გამონადგურეს ვიტებსკის დაჯგუფება. მოვლენების თავიდან გადაფასების შემდეგ ისტორიკოსები აცხადებენ, რომ პირველი საგან განსხვავებით მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდათ. ემბურას პაპასკირი ფრანგულენოვან დოკუმენტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ომის დაწყებაში საბჭოთა კავშირი აქტიურად მონაწილეობდა. დღესდღეობით უკვე ნათელია, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო პასიური მონაწილე ამ მოვლენების ნამდვილად და პირიქით მან სტალინმა შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება გერმანიასთან ხელშეკრულების გაფორმების იმისათვის, რომ გამოეწვია მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ რუზველტის გადაწყვეტილებით ამერიკამ სახელმწიფო პროგრამა ლენდ-ლიზი აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც დიდ ბრიტანეთს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვა მოკავშირეებს შეიარაღებით ამარაგებდა. საკმარისია ითქვას, რომ მთელი მოტომექანიზებული ნაწილები, რომელიც არსებობდა საბჭოთა არმიაში, პრაქტიკულად შეიქმნა ამერიკელების წყალობით. შეიძლება ითქვას, რომ არა ამერიკელების დახმარება, რომელიც მათ 53 წელს გაუწიეს ძირითადად ამ მიმართულებით საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად არ არსებობდა ასეთი შენაერთები. სტატისტიკური მონაცემებით სამამულო ომში ყველაზე მეტი ქართველი მონაწილეობდა. 700,000 ადამიანიდან 350,000 დაიღუპა. ნახევარზე მეტი კი ხეიბარი დაბრუნდა. საქართველოს რეალურად დაზარალდა ომში ყველაზე მეტად. ჩვენს მიერ ასე ვთქვათ, ომში მიღებული ზარალი არის მთლიანად გენოფონდი. 65 წლისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალური медаლი დაამზადა, რომელსაც ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები მიიღებენ. ეს არის ქართული медаლი, რომელიც 65 წლისთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გაუკეთა მათ საჩუქრად, რომელიც ეკუთვნით ამ ადამიანებს, იმიტომ ეს დაიმსახურეს. 1 მაისი, 7 ნოემბერი. რატომღაც 9 მაისი საბჭოთა დღესასწაულთან ასოცირდება. თუმცა იმედია, ეს ადამიანი ცოდესმე დაინტერესდება მოვლენით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 10% შესწირა. ზუსტად არ ვიცი და არც მაინტერესებს პრინციპში. 9 მაისი.